მოგესალმებით, დილა მშვიდობისა, ჩემო სიხარულებო. როგორ ახართ, აბა, გოგოებო, ბიჭებო, როგორ ახართ, ჩემო სიხარულებო, ჩემო თბილებო. დილა მშვიდობისა ყველას. მომენატრა ნალექიანი ყავა, ხო ვიყიდე გუში. ხო იცით, მეჰმედ ეფენდი, ხო ვიყიდე და დავლიოთ ახლა. დავიხსენოთ ძველი დრო, ეს ჭიქები ხო გახსოვთ? აი მე ისეთი სუნი აქვს მართლა მოგანდომებს. აი მართლა მოგანდომებს ყავას, ისეთი სუნი აქვს, ძალიან მიყვარს ეს ყავა. ნახეთ რამდენსა. ხო, იმიტომ რომ მომენატრა მინდა რომ კარგი გამოვიდეს. კარგი კაფიანი გავაკეთოთ. თქვენც მოგანდომებთ და დავლიოთ. შაქარი. ესე. ორი. წყალი და დავდგათ. თუთე ხადაბალზე აი ეს თქვენ როგორ ახართ, როგორ განწყობაზე ხართ, ხო ხართ კარგად. პომადების კოლექცია რო გაჩვენეთ და რამდენიმე გოგომ დამიწერა რომ უიო ჟანა როგორ გიხდებაო პომადა რო არ გისვიაო და აი არ მისვია. ჩემო თბილებო, მუქი პომადა აღარ მისვია. რაღაცა ის დამატენიანებელი მაქვს და ოდნავ ის გადავისვი. და გამოვედი თქვენ წინაშე მაკიაჟის გარეშე. აღარ წავისვი. გამოვჩდე მეთქი ერთი ესეც გამოვჩდე. გამოვჩდი, მაგრამ უსბად წავისვი და ეხლა აღარ წავისვი რაც. დამატენიანებელი მისვია უბრალოდ. როგორ მიყვარხართ, თქვენ ხო არ იცით. ნიკა უკვე წასულა სკოლაში, გარეთ ისევ თოს ბარდნის ძვირფასებო, მათ ეს ჯერ არ გაუღვიძია. მე ხო გიას ვთხოვე რომ ყავასო დავლევთ მეთქი გია ჩვენი სოფლის მაღაზიაში ჩამარბეინე, იმიტომ რომ საჭმელი უნდა გავაკეთოთ დღეს ხორციანი და ეს არის რა ქვია. კინძი არა, მაგრამ კინძი გამომელია. ის რა ქვია. ვეღარ დავაყენებ ხოლმე რა ამასაც კამერას. მოკრეთ. ხო და გამომელია კინძი, ჩემო თბილებო. კი ვიყიდე, მაგრამ კინძი კამადა ოხრახუში ვიყიდე. კამადა ოხრახუში მაქვს, იმიტომ რომ კინძი ყველაზე მეტად თქვენ ხო ეგრე ხართ. ყველა ხო ეგრე ვართ. კინძი ყველაზე მეტად იხარჯება საჭმელში ხლა. წვნიანებს ჩემი აზრით რა ვიცი უფრო მეტად კინძი უხდება. მეკრია ხო ბრინჯი ანუ წვნიანსაც უფრო კინძი უხდება. მაკარონის სუპს უხდება
ოხრახუში. და დანარჩენი წვნიანები უფრო ქინძი, ჩემი აზრით, ხოციან წვნიანსად ქინძი. მაგრამ მაინც მთავარი არის როცა საჭმელს ვაკეთებთ, კარგ ხასიათზე ვიყოთ. გულით გავაკეთოთ და გემრიელი გამოდის. ხო ეგრეა. თუ ცუდ ხასიათზე ხარ, მე მგონი რომ ჯობია რომ ყველაზე დაპუზე გადაიარო და არ მოკიდო საჭმლის გაკეთებას, ხელი არ მოკიდო რა. ანუ არ დაიწყო საჭმლის გაკეთება. მახსოვს რამდენჯერმე გავიჭერი ხელი და მე მივხვდი რომ რაღაცა ვერ ვიყავი კარგად, ვერ ვიყავი ხასიათზე, მაგრამ იძულებული რო ხარ, რომ უნდა გააკეთო საჭმელი და აი მაგ დროს აი ეს თითი ძალიან არა, მაგრამ ცოტათი გამიჭრა 1-2 ჯერ. ამიტომ ჯობია ხასიათზე რო იქნები, მაშინ გააკეთო და მთელი გული და სული ჩადო საჭმელში და რომც არ უყო ქინძი, მაინც გემრიელი გამოვა ან სუნელი. მთავარია გული ჩადო. ეგრე მგონია მე იმ დღეს ნამცხვარი გამოვაცხე და გადავიღე ვიდეო და თან საჭმელი და ბევრმა დამიწერა როგორი გულით აკეთებოდა. კი ერთმა განსაკუთრებით ძალიან კარგი კომენტარი დამიწერა. მე მჯერავსო რომ საჭმელს როცა ვაკეთებთო, სამზარეულოსო უყვარსო ხასიათი, ანუ ხასიათით უნდა გავაკეთოთო რა. ნახეთ, ამოდის უკვე ეს. და კარგი გამოვაო და ნამდვილად 100%-ით ვეთანხმები მე ამ კომენტარის დამწერს. სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ, მაგრამ გული გამითქვა ესეთი კომენტარი რომ მომივიდა და ვეთანხმები ნამდვილად. დავარი არის გული ჩავდოთ და გამოდის კარგი. ხო ჩანს ჩემი ისა როგორი კაფიანი მოადუღა ჟანიკომა ყავა. ნახეთ, აი კარგია. ისე ესეთი მოჭრილი არის უბრალოდ. ესე მე ძალიან ცოტა უნდა მოვჭრა პატარა. ეს დარჩა გუშინდელი რო გავხსენი შოკოლადიდან, ამასაც წავიღებ და წავედით. კი ეს კიდე ხოლმე უჭრა, მაგრამ არა ჭამს ეგეც ბევრს არ აჭამს ნამცხვარს. წავედით. გულფასება მოვიტანე ჩემი შოკოლადები, ნამცხრები და მაინც არ ვხვდები, როგორ გავხდი ვართ დონეზე, მაგრამ წონა გაიყინა. აღარც ვიკლებ და მინდა რომ დავიკლო კიდე. დილა მშვიდობისა. ყველას მოგესალმებით. ჩემი წონაც გაიყინა ჟან. მე და კი ვიყავთ ხოლმე ერთი წონა. არა, მე მეტი ვიყავი ბოლოს. ვიდრე ო, შენ ჩემზე მეტი. ხო, ეხლა 10 კილოთი ნაკლები ვარ დიაზე. და შენ კიდე იძახი გაიყინა წონა. მამე რა გავთქო? შენ ახლა მეცოდა. მაშინ ძალიან მომიმატე, მე ეგრე არ ვიყავი. გია. იმიტომ ჩვენი წონები ერთმანეთს დაუკავშირდა.
მოგენატრა. რამდენი ხანი არ დამილებია. ერთი თვე რა. მოგენდიელია, ხო? რომელი ეს რა ყავა? მე დეფენდ. მაგარი სახელი აქვს მოკლედ. თურქული. მამას სწავენ პატარა ჭიქაში, მაგრამ მე არ მეყოფოდა პატარა ჭიქაში ისე მომენატრა რომ. პატარა ჭიქებიც ამაქვს. ეფენდი მე მგონი კაცს ანიშნავს. საჩუქრათაც რომ მივიღე. ძალიან საყვარელი პატარა ჭიქები და ჩემი. მეც ამაქვს. აი ცუცუთი გაჩვენო. აი ესენი არის თურქული ყავის ჭიქები. აი ამაზე დიდ ჭიქაში არ უნდა მოადუღო ეს ყავა. წესით. აი ნახეთ. რა პატარაა და რა ლამაზი. ძალიან მიყვარს ეს ჭიქები. და კიდე ესენი ეხლა მივიღე საჩუქრად ძალიან ლამაზებია ესენიც, აი. საყვარლები და აქ ამაქვს შენახული ლამაზად უფრთხილები. შემოწილებო უფრთხილები. ესე. ხო, ერთი დღეს დავლევ ამ ჭიქით და მე ვაპირებ რომ იმ პატარებში მოვადუღო ხოლმე რა ყავასაც დავაკლებ რა თქმა უნდა და ნახია ვაგია გასინჯე ეს არის ალუბლის ვისა აქვე არამბით კალი სულ ამას ვიძახი თუ გვაქვს საშუალება რომ ერთი ჭიქა ყავა მოადუღო რაღაცა ტკბილეული მიაყოლო ძვირფასებო ეს უკვე დიდი ბედნიერება არის რა დღეს ისეთი მდგომარეობა არის მსოფლიოში და წუწუნის უფლება არა გვაქვს არავითარ შემთხვევაში რა მადლობა ღმერთს მადლობა უფას ყველაფრისთვის რასაც გვაძლევს პირველ რიგში სიცოცხლისთვის რომელიც გვაქვს ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა რომ საერთოდ მოვევლინეთ საერთოდ რომ გავჩდით აი ამიტომ წერია ბიბლიაში რომ პატივი ეცით თქვენ მშობლებსო ალბათ ამიტომ რომ მოგვავლინეს რა ხო მოგვავლინეს ჩვენმა მშობლებმა ეს წერია მეტი არაფერი მშობლებზე რომ პატივი ეცით თქვენ მშობლებს ხო გია საინტერესო ხო არ წერია რომ გიყვარდეთო თქვენ მშობლები პატივი ეცითო იმიტომ რომ მშობლის სიყვარული ძნელი არ არის მაგრამ პატივის სემას გადაუჭილეთ ყურადღება და სხვანაირი მიდგომა სჭირდება მშობლის დედაშვილის და კიდაც მამასთან ურთიერთობა მაინც გიადვილდება სხვა ადამიანს ისე ვერ შეიყვარებ როგორც მშობელს ხო ნუ დასცინებო მშობელსო ხო როცა სიბერეში წავაო იმის გამო რომ შენ ახალგაზრდა ხარ და მასზე ლამაზიო ეგეთი ზუსტად წერია ეგრე რა ზუსტად ეხლა თან მიმდევრობით ესე სიტყვები არ მახსოვს არა მაგრამ ამ შინაარსით ისიც შენაირი იყო ერთ დროსო და მის ჭაღარას პატივი ეციო გვავალდებულებს ჩვენ ღმერთი რომ პატივი ეცეთ ჩვენ მშობლებს შემოძვირფასებო მშობლებსაც აქვთ ვალდებულება ხო გახსოვს როგორ აწერია ნუ გააღიზიანებთ თქვენ შვილებსო და თუ ეხლა ეს ყველაფერი დაირღვევა მშობლების მხრიდან რა თქმა უნდა ჯერ მშობლების ვალდებულება ისინი ჩვენზე უფროსები არიან ხო ეგრეა კი არა თუ გააღიზიანებ შენ შვილს ხო
და ისიც უკვე მე რა ვიცი რა იქნება რა. მაგრამ ჩვენ მაინც არ განთავისუფლებს ეს იმისგან, რომ შეიძლება გული კითხინოს რაღაცა მშობლისგან, მაგრამ ხა პატივისცემით უნდა მოექცე. ეს იმხრივა არ უნდა, ნუ არ დასცინო არ ეჭუბოა, ხო ეგრეა რა. ორივეს მხრიდან ჟანა არის ხელის შეწყობა საჭირო, რომ ეს რჩევები გაითვალისწინო. შვილს გაუჭირდება მშობელს პატივისცეს თუ მშობელი აღიზიანებს. თუ მშობელი აღიზიანებს აღარ მინდა. და ცოტა დამჩენობთ. მშობელს გაუჭირდება ისი არ ილაპარაკოს, რომ არ გაღიზიანდეს, თუ შვილი პატივს არ ასწევს. ნახე, გადაჯაჭული ერთმანეთს. ერთზეც არის დამოკიდებული და მეორეზეც აი ამ პირობებს როგორ შეასრულებენ. გადაჯაჭული არის. მაგრამ რა არის იგია? მან გაგაჩინა, ხო? შენზე მინიმუმ 20 წლით უმცროსი არის. ყველაზე მინიმუმ 20 წლით არიან უმცროსები, მშობლები, ხო ეგრეა? და არ უნდა გავაღიზიანო. საერთოდ როგორ არის იცი? არის მშობლები ჟანა, რომელიც საზოგადოებაშიც კი მშობლობის ღირსებად აღარ ითვლებიან და ზოგს დედობის უფლება ჩამოართვეს, მამობის უფლება. ხო, სასამართლო. მარტო ის რომ გაგაჩინა ეს არგუმენტი საკმარისი არ არის, რომ კონკრეტულ ადამიანს ვლაპარაკობ რა ვიცი, მოძალადე მშობლებზე და ემაზე არ და ეს რომ ღმერთმა იცის, რომ ზოგი მართლა არის ისეთი მშობელი, რომელსაც იტყვიან ღირსი არ აღმოჩნდა ამ კურთხევის. რო ასე ამბობს, რომ საკუთარმა დედამაც რომ მიგატოვოსო, მე არ მიგატოვებ, ღმერთი ამბობს. ანუ იმ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს, ხო? მე ვიქნები შენი მშობელი. დედა მიგატოვოს, მამა მიგატოვოს. მშობელმა რომ მიგატოვოს რა. მაინც პირველ რიგში ღმერთი არის ჩვენი მშობელი, ეს არ დაგვავიწყდეს, ხო? იმიტომ რომ ყველამ რომ მიგატოვოს დედამიწას. ღმერთი არ მიგვატოვებს რა, ჩემი. ანუ სრული არსით ობოლი არ არსებობს. კიდე დამავიწყო და საფეთკე. კაიგი ჟანა. 100%-იანი ობოლი არ არსებობს. იმიტომ რომ დედმამაც რო აღარ აკეთებს ხორცილი, ღმერთი ყოველთვის არის და შენი მშობელია. ხორეგლია რა. ხო. ღმერთი არასდროს არ დაპოვებს და არასდროს არ მიგვატოვებს, თორე არ ჩაწერდნენ ეგრეთ, არ ჩაიწერებოდა ბიბლიაშიო, დედამაც და მამამაც რომ მიგატოვოსო, მე არ მიგატოვებ, ხო ეგრეა რა და ამის მაგალითები არსებობს სხვათა შორის თვილებო. არსებობს, რომ დედას და მამას მიუტოვებია და ღმერთმა არ დატოვა, ხო ადამიანები. გაიზარდნენ, ზოგს აპატარებს ატოვებენ. ზოგმა უცხო ადამიანმა გაუწია ესეთი დედობა და მამობა, რომ ბევრ ნამდვილ დედმამა შეშურდება იმის მიდგომა შვილობილისადმი, ხო? მაგრამ არსებობს ახლა კარგი ისინი გია ოჯახებში ძალიან კარგი ურთიერთობები, რომ ბოლომდე ეს პასუხისმგებლობები არის და არ სრულებენ შვილები პატივს ასცემენ მშობლებს, მშობლები არ აღიზიანებენ შვილებს გია. არის ესეთი ურთიერთობები, კარგი დედაშვილობა, კარგი მამაშვილობა. ხო არის რა. ნამდვილიც კიდე. მაგრამ როცა არ გამოდის, ეს შეიძლება ხშირად მოხდეს და თუ მიყურებთ ასეთები, ჩემო ძვირფასებო, თქვენ იცოდეთ, რომ ღმერთი არ მიგატოვებთ. არასდროს ღმერთი არის ჩვენი მშობელი, უპირველესად. და ჩვენ ღმერთმა მოგვანდო ჩვენი შვილების სახსრო და ისინი ეს ძალიან დიდი საჩუქარია. როცა შვილი გაგიჩნდება და დედა ძუძუს აწოვებს შვილს, დედა ძალიან ბევრ სიღებს ამითია. შვილზე მეც. შვილზე მეც. შვილი მარტო ძეს იღებს. და დედა კიდე იმ ბედნიერებით ძალიან დიდ სიყვარულს იღებს. ღმერთმა მათი გაზრდა, აღზრდა,
ჩვენ მოგვანტო. ისინი არიან თავისუფალი ადამიანები. ნიკა უკვე ნენელა 3 წელი გადარჩა და გახდება სრულწლოვანი და რა თქმა უნდა მე ეხაც ეგრე არის რა. მე ნიკას არაფერს არ ვაძალებ და აი გინდა თუ არა ესე გააკეთე, გინდა თუ არა ესე გააკეთე და ეხაც ესია, მაგრამ უფრო მეტად მე თვითონვე გადაწყვეტოს. ეხლა მაგალითად ზოგი რაღაცები არის ისეთი, რაც მაგალითად ინტერნეტს ჩვენ ვთიშავთ ღამე. ზოგჯერ უნდა ხოლმე რომ არ გავთიშოთ, მაგრამ ესე პირველზე უკვე ინტერნეტი ითიშება ჩვენ სახლში და ვიძინებთ. და არ ართავს თავისით ნიკა ინტერნეტს. ჯერჯერობით აქვს რაღაცა შეზღუდვები, მაგრამ მე რო გახდება 20 წლის ახლა ვეღარ გავუთიშა. მაგრამ მანამდე ჩამოყალიბდება. ხო ეგრეა რა. და მე უკვე აღარ გადაუხვევს იმას, რაც ასწავლე. კარგი. არასოდეს აღარ გადაუხვევს. კიდე ძალიან ცუდი იცი რა არის ჟანა, როცა ოჯახში ერთი მშობელი სწორად იქცევა და მეორე ძალიან ცუდად. ესეც ტრამვა შვილებისთვის, რომ შეიძლება მამა იქცეოდეს ძალიან უხეშად. კი, რა თქმა უნდა. ანუ მამა იყოს ძალიან ისეთი წესიერი და ეგეთი ოჯახებიც არის. და იყოს ძალიან ანჩხლი და სულ დიდი პრობლემებს ახდენს, სკანდალებს. ხופში გაზრდილი შვილები კიდე რა ცოდონი არიან, როცა ორივე გიყვარს. ეხლა მე რო ხედავ ჩემს შვილებს, როგორ უყვარვართ. გია ორივე ეხლა ჩვენ რომ მაგათ ჩვენი ჯგუფი ვაცქერინოთ არ ვიცი რავი რა, აი როგორ ძალიან ცოდონი არის. მადლობა ღმერთს რომ ესეთი სიტუაცია ჩვენთან არ არსებობს უბრალოდ. მაგრამ ძალიან ძნელია რა, ბავშვები ძალიან ცოდონი არიან და უნდა გავითვალისწინოთ ეს, რომ შვილებს არ უნდა დავანახოთ ჩვენი კამათი და რაღაცა რა, თუ გვაქვს რაღაც გადასაწყვეტი ცალკე ბავშვებისგან გაცაკევებით უნდა გავარკვიოთ. იმიტომ რომ იმან არაფერი არ დააშავა და ცოდო არის. როცა შენ წივილ კივილს ასწვენინებ, ეს არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. ნუ საკითხს გააჩნია ახლა. თუ ცელქობს და მაგიტო დაუყირა დედამ, ახლა ეს სხვა, მაგრამ არა ბიჭო, მე მაგას არ ვარ. ცოლ-ქმარ შორს ვიძახი კაცო, თორე შვილთან ახლა რა, შვილთან რა დაუტიო ეგ კი არ არის არაფერი პრობლემა, მაგრამ ცოლ-ქმარ შორის კონფლიქტები გადადის ხოლმე წივილში, გია ზოგადად ეგრე არის, შვილებთან კი არა. შვილებთან კონფლიქტი არ გადადის წივილში ისე, როგორც ცოლ-ქმარ შორის და ამას ბავშვები უსმენენ, წარმოიდგინე და დედაც რო უყვართ და მამაც რო უყვართ, რა უნდა გააკეთოთ? რაც ძნელია მათთვის. ძალიან გაგვიგრძელდება ახლა და გვაგვიანდება. თქვი შენი სათქმელი თუ რამე. არა, დაასრულეთ. მიდი რაღაც. არ გინდოდა? ესეა ჩემო ძვირფასებო, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ვეცადოთ რომ შვილებმა მშობლებს პატივი ვცეთ, თუმცა მშობლების არ ანთავისუფლებს ღმერთი თავიანთ პასუხისმგებლობისგან, რომ შვილები არ უნდა გააღიზიანონ არავითარ შემთხვევაში. იმას არაფერი არ აჯობია და გეგმილი თემა არ იყო ეს, თორე შეიძლება უფრო თუ დავგეგმავთ ამაზე და უფრო ვრცლადაც საუბარი, როგორ არ შეიძლება, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად ესე რა სპონტანური იყო და მიყვარხართ ძალიან კოცნით გეფერებით, მთავარია გვახსოვდეს, რომ ღმერთი ჩვენ გვერდზია, სულ ყველამ რომ მიგვატოვოს, ღმერთი არ მიგვატოვებს. აი გულში მყეხართ ყველა და გეფერებით.